დიახ, ხელბორკილ დადებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიციელებმა ჯერ წერეთლის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს იმისთვის, რომ სასამართლო სარეზოლუციო ნაწილი მათთვის გაეცნოთ, შემდეგ კი რუსთავის ციხეში სავარაუდოდ ამ წუთებში პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ტარდება იმისთვის, რომ შეასახლონ პოლიტიკური ლიდერები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ანაბეჭდებს აუღებენ ახლა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, სხვათა შორის პოლიტიკოსებისთვის ეს არის პირველი პატიმრობა და პირველად უწევთ მათ პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლება. ახლა მაყურებელს ქრონოლოგიურად მოვუყვეთ, როგორ ვითარდებოდა დღეს პროცესები ძლიერი საქართველოს ოფისში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზვია ჩარაძემ მოსამართლემ 3 საათზე ჯერ მამუკა ხაზარაძის განაჩენი გამოაცხადა და 8 თვით ციხეში გაუშვა, 5 საათზე კი ბადრი ჯაფარიძის საქმეზე გამოაცხადა განაჩენი. ამ დროს პარტიის ოფისში ძლიერი საქართველოს მხარდამჭერები, გულშემატკივრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და სადღაც 7 საათისთვის, 7:30-ისთვის გადაივისო ძლიერი საქართველოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით, GDD-ს თანამშრომლებით. გამომძიებლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ხელბორკილები ოფისთან დაადეს. ამ დროს კი როდესაც მათ ხელბორკილებს ადებდნენ, ისმოდა შედახილები, ცეცხლი ოლიგარქიას სირცხვილია, დაემხობა რუსული რეჟიმი. სხვათა შორის ბოლო სიტყვები მამუკა ხაზარაძის ხელბორკილ დადებული იყო, რომ ცეცხლი ოლიგარქიას ბიძინას რუსული რეჟიმი მალე დაემხობა. ეს იყო სწორედ მთავარი სათქმელი დაპატიმრებული პოლიტიკოსის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ ოფისში სწორედ პოლიციელების გამოჩენას და როგორც კი ისინი გამოვიდნენ, თავად მივიდნენ პოლიციელებთან და მოისმინეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიფიქრებდით ოდესმე, რომ პარტიის სამართლი გეკლებოდა პირველად ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას რუსული რეჟიმი დაემხობა მალე. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. თავისუფლებას მიაღწევს ქართული ხალხი აუცილებლად. პოლიტიკური პარტიის ლიდერები საქართველოში მასიურად პოლიტპატიმრები ხდებიან. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ახლა 6 პოლიტიკური ლიდერი იხდის სასჯელს მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგიტიმურად გამოცხადებულ პარლამენტში არ მივიდნენ, სადაო ლეგიტიმაციის მქონე საგამოძიებო კომისიას არ დაემორჩილნენ და თია წულუკიანის კომისიაზე ისინი არ გამოცხადდნენ. პოლიტიკოსებიც იყვნენ ბუნებრივია შეკრებილი დღეს ძლიერი საქართველოს ოფისთან, იქ სადაც ხელბორკილები დაადეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეპრესიებს უნდა უპასუხონ ერთიანობით. ვიდათ თამამად ამაყად გავაგრძელეთ ბრძოლას. ყველა იმ ბრძოლის ველზე, სადაც შეგვეძლება, რომ ბიძინა ივანიშვილი დავაზიანოთ, დავაზარალოთ და შევძლოთ იმ გამარჯვების მიღწევა, რაც არის ამ ქვეყნის დეოკუპაცია რუსული რეჟიმისგან. ფაქტობრივი მოცემულობა გუნდი არის მზად, გუნდი არის მხნედ, ყველგან საბრძოლოდ, ქუჩაში, საგარეულოზე, თბილისში, ყველგან სადაც იქნება ბრძოლა გასამართი. არ გავექცევით არც ერთ ბრძოლას და ჩვენი ლიდერების მაგალითი, სადაც მეორეჯერ დაიბარებენ, მესამეჯერ დაიბარებენ, არაფერი არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ რუსი ბიძინა ივანიშვილისგან. ბრძოლას ვაგრძელებთ, აბსოლუტურად გააზრებულად ვდგავთ ყველა ნაბიჯს და ყველას მოუწოდებ გაერთიანებისკენ. თუ რამე
გააჩქარებს რეჟიმის დასრულებას, ეს არის დიდი ერთიანობა, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია. ეს არის ჩვენი ამოცანა. დანარჩენი უკვე მე ვფიქრობ საზოგადოებას ხედავს, იცით რა არის, ხა ციხეში ჩვენ უკვე საქართველოს კეტავენ ციხეში ფაქტობრივად იზოლაციაში. ყოველთვის ძალიან ცალსახაა საითვიდის ქართული ოცნება, საითვიდის ივანიშვილი, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ჩვენ მივდივართ თავისუფლებისკენ და პატიმრობა დროებითია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იხსება სამშობლო, ეს არის სამუდამო. გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ უნდა იყოს მაინც დიდი გამოფხიზლების მომენტი სრულიად დემოკრატიული სპექტრისთვის, იმისთვის რომ ჩვენ კონსოლიდირდეთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ვერც ერთი დაჭერით, ვერც ერთი დაკავებით, ამგვარი უსამართლობით ივანიშვილი ვერც ერთ ლიდერს, კოალიციას თუ პოლიტიკურ პარტიას ან საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს, ეს მისთვის არის ისევ კონტრპროდუქტიული და პირიქით მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძგი იმ დიდი კონსოლიდაციისთვის, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება. ქვეყნის კონსოლიდაცია და რეჟიმის წინააღმდეგ დაპირისპირება ეს არის მოულოდნელობაში და სწორედ ეს აჩვენა ყველა იმ ოპოზიციის ლიდერმა, რომელმაც არ ითანამშრომლა ბედინა ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის კომისიასთან და გადადგა ეს ნაბიჯი და აიღოს ძალიან დიდი რისკი საკუთარ თავზე. ამ მოულოდნელობამ, რა თქმა უნდა, დააბნია ქოცები, ანუ რეჟიმი პირდაპირ შემიძლია გითხრათ და მოუწიათ იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ძალიან სერიოზულ ნებას მიაყენებს თვითონ რეჟიმს. ეს იქნება სანქციები, ეს იქნება კიდევ უფრო არალეგიტიმურობა. რეჟიმი აგონიაში და აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, ნაბიჯების პირდაპირ ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ივანიშვილს ოდესაც ერთხელ წაუკითხეს 1984 წაუკითხეს. აი იმ სცენარით მიდის, როცა სიმართლე არის ტყუილი, როცა მარჯვენა არის მარცხენა, თეთრი არის შავი, ესე იქცევა და ესე დააკავეს დღეს ხდელოს ლიდერებიც და ჩვენი მხარდაჭერა რა თქმა უნდა მამუკას და ბადრის და ეს ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა ბოლომდე ეს არა მხოლოდ დაპატიმრებული პოლიტიკოსების მთავარი გზავნილი იყო დღეს, ამაზე საუბრობდა დღეს ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც შეიკრიბნენ ლელო ძლიერის საქართველოს ოფისთან, ხალხისთვის ნათელი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ძალის დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა ხალხი დაანებებას არ აპირებს. მეტიც დარწმუნებულები არიან, რომ ხალხის მიერ ოლიგარქად აღიარებულ ბიძინა ივანიშვილს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს იმის გამო, რომ პოლიტიკური ლიდერები ქართული ოცნების ოპონენტები ციხეში გამოკეტა. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური ველის მოსუფთავება რუსული დიქტატურისთვის. პოლიტიკური ველის მოსუფთავება არის რუსებისთვის, როდესაც იჭერეს ეს ადამიანებს, როდესაც იჭერეს ეს პოლიტიკურ ლიდერებს, აქ უკვე აღარაფერზე აღარ არის ლაპარაკი, ეს არის დიქტატურა, უკან აღარანაირ აქ არის წითელი ხაზები გაევლო. რომ ეს ქვეყანა ეხლა უნდა ჩავაბაროთ ჩვენ იმპერიას. ეს არის და ეს სახეზეა რომ ჩვენ ვართ ეხლა უმძიმეს ეპოქაში, როდესაც იჭერენ ყველას, ვისაც რაიმე შეუძლია. როგორც ამას აკეთებდნენ 1921-27 წლებში. არ ვიცი, აი ჩელიაბინსკზე როცა ხუმრობენ ხოლმე, აი ხუმრობა მინდა ხოლმე სულ გავახსენო, რომ აი ჩელიაბინსკში ხარ გაიღვიძეთ და ჩელიაბინსკში კერე იმას უარესში გავიღვიძეთ და აი მოქმედი ოპოზიციური პარტიის ლიდერიდან 5 ადამიანი არის და ოქროაშვილი. და ესია გაგრძელდება შესაბამისად, როგორც იმუქრებიან და როგორც უყურებთ, მე მართლა მგონია, რომ ანუ არც აქამდე და არც ამის მერე ერთობის იქით არაფერში გამოსავალი არ არის. უნდა ერთად იყოს ოპოზიციაც და ხალხიც და მართლა ერთმანეთთან ბრძოლას კი არა, ერთ კონკრეტულ მტერს უნდა ვებრძოლოთ. და ეს არის რუსეთი და რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში. ყველამ ვიცით, ვისთან აქვს საქმე. ეხლა მოქმედების დრო. ისე რომ მოქმედება არის ერთადერთი. ჩვენ გვყავს ეხლა რუსთაველის გამზირი, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც არ არის დარეგისტრირებული არაფერი, მაგრამ არსებობს ამ ქვეყანაზე. ეს არის ხალხი, რომელიც კეტავს რუსთაველის გამზირს უკვე 200 დღეზე მეტია. მარტო ეროვნული მოძრაობა გადაარჩენს ჩვენს იმას. არავით არის პარტიული გაერთიანება. რა თქმა უნდა ხალხი იბრძვის დიდი ხანია, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა კიდე სხვა არის. დარჩა ხო პარტიები რჩება და ალბათ მათ გასაკეთებას ეს ხალხი გააკეთებს, ვინც მათ მაგვირად უნდა იმუშაოს პოლიტიკურ ველზე. ასე ვფიქრობ, თუ ეს ველი დარჩა. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც 6 პოლიტიკური ლიდერი ერთდროულად არის საპყრობილეში გამოკეტილი. ახლა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასჯელს იხდის ზურა ჯაფარიძე, მას 7 თვით განუსაზღვრა სასამართლომ ციხეში ყოფნისვა და მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა მოსამართლეებმა და 8 თვით განუსაზღვრეს ციხეში ყოფნის ვადრა ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებთან დაკავშირებით.
დაკავშირებით სავარაუდოდ კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება ქართული ოცნების პოლიტიკური ვერდიქტის შესახებ, თუმცა 6 პატიმრით არ შემოიფარგლება ქართული ოცნება, აქტიურ წარმოებაში არის საქმე გივი თარგამაძის წინააღმდეგ, პარასკევს გამოცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ხვალ დილის 10 საათზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გიორგი ვაშაძის განაჩენსაც გამოაცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 8 პატიმარი ეყოლება ბიძინა ივანიშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, მხოლოდ იმის გამო გამოკეტილი, რომ ისინი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდნენ, რადგან ქართული ოცნების პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.